დილამ შვიდობი საჩამოტკივილებოდა ძირფასებო ძალიან დიდი ხანი არ მქონია შეგრძნება ესე კარგად გამოძინების როგორც დღეს კი გუია დავწექით მე ისევ ადრე ავდექი როგორც ყოველ დღეს ვდგები ხოლმე მაგრამ მე ისევ დავწექი და კიდე დავიძინე 1 საათი და დედა გეგონება გავცოცხლდი ხალხო ახლა მე და თქვენ მინდა რომ ყავა მოვიტუქოთ რა და ყავა დავლიოთ ოღონდ მოსადუღებელი ოკეი ხმა ხარ ხმანი ხარ თუ არა Fatih çok şey var. Saçınali yok şey var bir. Böyle mutlu ki da şey uyuyacağız hadi. Dilan შვიდობისები. Აი რა სიკულევ ახლა მან. აბა ეხლა. არის ხარ. აი მოყავს ეგეთი ყავა. ხაიცით რა ვფიქრობდი? ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი რაღაცის გამო და რატომ? ანუ შორიდან დავიწყებ რომ გაიგოთ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც 2011 წლიდან ქონდა საიტი Calories Diet-ში და მე YouTube-საც ვიდეოების გადაღება მაგ მიზნით დავიწყე, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გამეგებინებინა, რომ არსებობს კალორიების დეფიციტი და რომ ეს არის საოცრება. და ეს წარმოიდგინეთ მაშინ, როცა არც ეს კალორიების თვლელი აპლიკაციები იყო, არც GPT იყო, ინფორმაციას უბრალოდ რას რამდენი კალორია ქონდა ესე ცხრილის სახით უნდა Google-ში მოგეძებნა და მიუხედ და ხელით დაგეთვალა კიდე ბლოკნოტი მქონდა რომელშიც ვიწერდი მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ეს ვიპოვე შეგახსენებთ ეს ის დროა როცა ძალიან მოდაშია მონოდიეტები და სერიოზული ანორექსიის პროპაგანდა ანუ ძალიან სერიოზული ძალიან არასერიოზული სიგამხსრია მოდაში ასე ვთქვა და მაშინ არ იყო ადამიანი ვინც კალორიების შესახებ იცოდა რა და ძალიან მინდოდა რომ ყოველ მეორე ადამიანს ცოდნოდა და სწორედ ეს იყო იმის მიზანი რომ მე გავაკეთე ანუ ჩაგიგდებთ მე ის საიტი კი აღარ მაქვს მაგრამ საიტის ქავერი მაქვს და ჩემი გვერდი მაქვს Facebook-ზე 2011 წელს შექმნილი რომელზეც ვაზიარებდი იმ საიტიდან რაღაცებს და ეგ მაქვს შენახული ხო და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეხლა რო ვსკროლავ TikTok-ს ძალიან ხშირად მოხდებიან გოგოები თან ხოლმე ეს თემა მაინტერესებს და ალბათ მაგიტო ძალიან ხშირად მოხდებიან გოგოები რომლებიც ამბობენ რომ რა სჭამ კალორიული დეფიციტის დროს 1600 კალორია 1500 კალორია ანუ არა 1000 კალორია და რაღაცა საშინელი დეფიციტი. არამედ ხალხმა ისიც იცის უკვე ჯანსაღი დეფიციტი როგორია. ცილა-ცხიმი ნახშირწყალი როგორ უნდა დააბალანსოს, რამხელა უნდა იყოს ეს დეფიციტი. ანუ ისეთი ბედნიერი ვარ ამას რო ვუყურებ. ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ. და ახლა ვოცნებობ და მინდა რა. რომ აი ასე 10-15 წლის მერე დადგეს დრო, როცა ხალხი ყოველ მეორე პოსტში აღარ დაწერს რომ მინდა 15 კილო დავიკლო ერთ თვეში და ორ კვირაში და 10 დღეში
არამედ დაწერენ, რომ მე არ მინდა სწრაფი კლება, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ცუდია და მე ვიცი, რომ ამას დიდხანს ვერ შევინარჩუნებ, კი დავიკლებ ამ ერთ თვეში, ერთი თვის მერე 15 თუ დავიკლებ 20 მოვიმატებ და ეს კლება არ არის. ანუ კლება ის არის, რასაც შედეგი აქვს, რაც მთელი ცხოვრება შეიძლება ჩემთან დარჩეს. ეს ამის შედეგი რეალურად მატება არის და არა კლება, ხო? მათემატიკური თვალსაზრისით. იმიტომ რომ ადამიანი ვერ იარსებებს 800 კალორიაზე და ანუ დღემდე ძალიან ბევრ ადამიანს სამწუხაროდ აქვს ეს მოთხოვნა, რომ უნდა დაიკლოს სწრაფად და როგორც კი სწრაფად დაიკლებს, გონია რომ მე ისევ ისე გააგრძელებს ჭამას როგორც ჭამდა, სანამ დაიკლებდა და იმ წონას შეინარჩუნებს საკლებულს. ანუ მინდა რომ ეს აზროვნებაც შეიცვალოს და ადამიანებმა იცოდნენ და პირდაპირ მათი მოთხოვნა ეს იყოს რომ მე არ მინდა სწრაფი კლება, მე მინდა ჯანსაღი კლება, რომლის შედეგადაც მე შევცვლი ჩემს კვებით ქცევას, ჩემს კვებით ჩვევებს და ვიქნები ჯანმრთელი, ვიქნები გამხდარი და ეს ჩემი ცხოვრების წესი გახდება. რომ ესეთი მოთხოვნა რო კონდეთ ადამიანებს. იმედი მაქვს, რომ კი არიან ახალ ერთეულები, ვისაც ეს მოთხოვნა აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ესე მასობრივად, როგორც ახლა მხდება კალორიების დეფიციტზე ვიდეოები, ასე შემხდება მაგაზეც პოსტები და ვიდეოები და ძალიან ბედნიერი ვიქნები. ხოლო თუ შენ გინდა, რომ გასწავლო კალორიების დათვლა, ჯანსაღად, ჯანსაღი დეფიციტით, შეგიძლია შემოგვერთდე ჩვენს მარათონში, რომელიც 15 აპრილიდან იწყება და ზუსტად ამ ყველაფერს ვასწავლი, რაზეც ვისაუბრე. ხალხო მოკლედ, წადი მომინდა. რიამ რაღაცა ის გააკეთა ხალი, ისი არის ბალუნა ხო? ხო და? უნდა იმას, გავუკეთო მჭადი. და ერთად ჭამო. ანუ ნიგზიანი არ არის, ჩვეულებრივი რა. იმითი ისეთი და ხახვით, მაგრამ მინდა. ხო და ასე. ეს კატა. Вообще, ფული მე ჟუკერი. Майский жук и хвалит. და იმებს კიდე რა ქვია. კაზანების ბუდეროა. ეს დავა. ნახე როგორ დოღის ცხენი ვიდა. იმის სახურავი გატეხილია, როგორც ჩანს, მაგან გატეხ. ისი. აი ის როგორ პარკების სავედრო დიდი. შე ცელოფნის ჩატეხილია. იმში მძიმეა და აგენ როგორ დროგის ცხენი ვიდა. ვიფიქრე ახლა რა დაეცემოდა მანდ და ეხლა ეს რო გადახტა. შენ დაეცი? მივხვდი ვინც დაეცა. ახლა ვამოვაკლებ. Guten Morgen, guten Tag, გამარჯობა პარმენმას. მინდა რომ ჩემ მარათონზე მოვიწვიო ხალხი და ამიტომ ჩავიცვის ლამაზი ზედა. ახლა არის ხალხო 5 საათი და მე ხო ვისმევ სახის რუტინას. ესეა როცა ღამე 4-ზე იძინებ, მე ესე ხდება.
ამდრია. Დავით მაღაზიაში ხახდება. წაღან წვიმდა. ახლა აღარ წვიმს, ცარი ასეთია. ძალიან საყვარელობა გარემო. ეს ვიყიდე ხალხო. ბაჯისთან 3 ლარიო და 2 ლარი და 5 თეთრი მქონდა ხურდა. ქეში მეტი არ მქონდა და მომცა. ანუ არც მithქვია მომეცინე, თავისით მომცა. მინდოდა მეჩვენებინა რა ვიყიდე. და არაფერი აღარ არის აქ. იქიდან რაც ვიყიდეთ. მე და ანდრია. ანუ ევას ნაყინი უვიდეთ, 2 ბუენო ვიყიდე, იმიტომ რომ 2.5 იყო და ბუენო აქციაში არასდროს მიახავს და ეხლა იყო. კიდე მჟავე კიტრი ვიყიდეთ. კიდე ბებოს ლავაში ვიყიდეთ, თინუსი ვიყიდეთ. აი ეს ვიყიდეთ, ამას არ ვყიდულობ ხოლმე, ხა უნდა გამოვაცხო რულეტები და ამას არ ვყიდულობ ხოლმე, არ ვიცი როგორია. ანუ აი ამას ვყიდულობ ხოლმე და კაია, მაგრამ ცოტაა და არ მეყოფა. და ვაშლი ვიყიდე, იმიტომ რომ ჩემი უნდა მოამზადო მე თვითონ, იმიტომ რომ პიროგები უნდა გავაკეთო. ჯერ ცომს მოვზელ და მე სხვა დანარჩენს ნელ-ნელა თანდათან გავაკეთებ. მოკლედ. ზეგუინდა ლიტრაც ძეზე უნდა მოვძევო ეს ცომი. ამიტომ აქ გუშინ არჩენი მქონდა, არ ვიცი ზუსტად რამდენია, ამიტომ წონი რომ ზუსტად ლიტრა იყოს. 280 გრამია. დავამატოთ, ავიყვანოთ ლიტრამდე. გახსოვს ძებს. გავუშვებ. და ეს უნდა გავაცხოთ, ხან კელმე გავაცხოთ, უნდა გავაცხოთ. ცხელი არ უნდა იყოს, თორე დროჟი მოკვდება. ეგრე მომივიდა ადრე ერთად. ბანი შემოდი შიგნით. ბანი. მოდი. დავატარე. მოდი. მოდი. შემოდი სახში. ბრალდა, ავეჩქარა, შედი. აი ასე. ავანთოთ. ეს მოხარშულ შეღებილია, უბრალოდ აქ აწყვია, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც ღია ფერია შედარებით და მაგიტომ. ანუ წელს პირველად ხალხო მინდა გავაკეთო პიროგიც. ანუ პასკის ცომით, არა მარტო რულეტი, არამედ პიროგი. ხო და იქიდან გამომდინარე, რომ არა გვაქვს ჩვენ ვაშლის ჯემი, ყიდვა ძვირია და თან შაქრიანები იყიდება. გადავწყვიტე, რომ ჩემით გავაკეთო და ზედმეტი შაქარი არ გქონდეს. აბა, როგორი იდეა რა სიტყვით. Там пахнет расширение. ეს პახი არ არის გოლდენია. აი ასე. ხელი ჩავაბლენდერე. ეგექნება. ეგა და ეგა. მე ძალიან მიყვარდა. ჩვენ არასდროს არ ვქონდა, არასდროს არ აღიარებდა ავიჯლოიანს და არასდროს ვყიდულობდით, მაგრამ ჩემი კვარტალის ბედი აკეთებდა ხოლმე ყოველთვის და იქ ვჭამდი იმათთან ისეთი სიამოვნებით, რომ მივდიოდი ყოველ წელს. ეს კიდე თითქოს რაღაცა სხვა სახეობა იყო რა. მიგზიანი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ესეც ძალიან მომწონდა. ან ორივეს რაღაცა თავისი ადგილი აქვს თითქოს.
ასე არიწინ წვიმს და წვიმამ აღარ გადაიღო. აი ხალხო, ესეთი სალათი გავაკეთე. მაიონეზი, ტაფილო, კომბოსტო, კამა, შავი პილპილი და მარილი. და ეს შედარებით კალორიული მაიონეზი 378 კალორია აწერია 100 გრამზე. მე რასაც ყიდულობ იმას უფრო დაბალი აქვს, მაგრამ ის არ არის, ესეც ლიბრეში იყიდებოდა. დაიწყო მუშაობა. გაიკეთა ეს თავი. ახლა გადავიტანე დანარჩენ მასაში. დანარჩენი მასა არის ეს. აი ნახეთ რა გავაკეთე. ვაშლის პიურეს უფრო გავს ვიდრე ჯემს. 2 კოვზი აქვს მარტო შაქარი ხალხო. ისეთი ტკბილია, ისეთი გემრიელია. ცოტა კარიცაც დარჩენიც გავუკეთე. აი ამისგან გავაკეთებ იმას პეროქს. ანუ პეროქს ამას გავუკეთებ ვაშლის ჯემად. ძალიან ბევრიც არაა ნადური, ხო ხედავთ. თავისი კანიან ყველაფრიანად არის რა. ლაკოტეხური რულეტები კეთდება. როგორ შეიძლება? ამას უყურე. აი ძირფასებო. ჩემი დღევანდელი შემოქმედება. პეროგი, ვაშლის პეროგი, ვაშლით და მიგზიანი რულეტები. ჩემი სიყვარული. Pancakes უნდა ევას. I never told you. I was on the counter pancakes. Momentში. მესალება მე შეავსტა. აფქნა. ამეცი გაჭირს. ხეს მთელი დღე რაღაცა ცომისგან ვაკეთებ. ჭადებიო, რულეტიო. რა ვიცი. მთელი დღე. დღესაც ვასრულებ pancake-ების კეთებით. წავედი მოურიო კარგად. აი ხალხო. ესეთი უნდა იყოს. ჩემი ალტიკების მასა ესეთია ხო. მე ცხიმს აქ არ ვუკეთებ. ისინი ქვემოშევდე დუხოვკაში, ღუმელში. ეს აღარ შეეწია, ამიტომ ეს დავაფარე. ასე შევწავ ალატუშკებს. Yesterday, ახლა რა ხუსხუსელებია.